დაიწყო ამის შემდეგ იწყებს და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისგან. აი, ახსოვთ 51 ფსალმოს ჩვენ რო ვამბობთ ბოლოს. რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და ძლოს ჯასა შენს. რას ნიშნავს ეს სიტყვა? დაფიქრებულ ვართ ამას. ხო, ეს 51 ფსალმონი რაზე არის, რომ დავითმა შესწოდა უმძიმეს წოდვა ჩაიდნენ კაცი მოაკვლევინა, იმიტომ რომ ნებას იყო აყოლილი და ცოლი წაართვა იმ კაცს და შემდეგ სინანულშია ჩავარდნილი და ამ სინანული ფსალმონს ამბობს და ამბობს რომ მე აი ესეთი ცოდვილი დედის მუცეში რომ ჩავისახე იქიდანვე ცოდვილი ვარ ამბობს ხო და შენი სიტყვა შემდეგ ამბობს რა შენი სიტყვა კი ჭეშმარიტია და ევედრება რომ აი ამ შენი სიწმინდით გული წმინდა დაბადე და განმაახლე სულისფერი განმიახლე გვამსა ჩემსა და ამ ყველაფერს ბოლოს ამბობს რათა განმართლდე შენ სიტყვებში და გაიმარჯო შენ სასამართლოში ამბობს აი ძლოს ჯასა შენსა ნიშნავს რომ ყველაფერი რასაც შენ ამბობდი და მე არ მოვისმინე შენ გამართლებული ხარ მაინც მე ბოლოს ხვდები რომ შენ ახარ მართალი ყველა ჩემ საქმეში ყველა ჩემ დამარცხებაში მე ბოლოს შევიცანი რომ შენ მართლდები შენ სიტყვებში გესმით ანუ შენი სიტყვა აღმოჩნდა მართალი ხო ჩვენ ცხოვრეს გვემართება ხოლმე აი გვეუბნება მცნება რომ ეს არ გააკეთო შემდეგ გავაკეთებთ და ბოლოს ვამბობთ რა მართალია ღმერთო შენი სიტყვა მართალია და შენ იმაი ჩემსა და შენ შორის სასამ დავა რომ გავმართოთ შენ ყოველთვის გაიმარჯვებ ამ სასამართლოში რათა ძლო ჯასა შენსა იმ განსჯაში შენ ყოველთვის გამართლებული გამოხვა აი ამას ეუბნება ესმით და აი ქრისტეც ამას ამბობს რათა გამართლდა ღვთის სიტყვა კიდე ერთხელ ისრაელზე რომ რეგვენ კაცს ვისაც არ უნდა დანახვა არაფრის ვერაფერს ვერ გაიგებს გასაგებია აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ დაიწყო იესო